კოსოვოს აღიარებაზე გავჩერდით, როდესაც 2008 წლის 17 თებერვალს მოხდა კოსოვოს მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება და ამას მხარს უჭერს დასავლეთის სახელმწიფოები. აქვე ვახსენოთ და გავიხსენოთ, რომ მანამდე რუსეთმა არაერთხელ გააკეთა ოფიციალური განცხადება, პირადად პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ თუ დასავლეთი მხარს დაუჭერდა კოსოვოს აღიარებას, მაშინ აგერ მას ჰქონდა თავის მხრივ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნეპრისპირეთი და მასაც სთხოვდნენ ისინი დახმარებას და იქიც განიხილავდა ამ საკითხს. ზუსტად მარტის თვეში, როდესაც მას კითხეს, რომ ის აპირებდა თუ არა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას, პუტინის პასუხი იყო, რომ არა, ის არ აღიარებდა, თუმცა გააღრმავებდა ურთიერთობას ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიასთან. ეს ყველაფერი რეალურად ასეც მოხდა. წარმოგიდგენთ, 17 თებერვალს ხდება კოსოვოს აღიარება და მარტის თვეში რუსეთის საგარეო სამინისტრო უკვე გასცემს განკარგულებას, რომ უნდა გააღრმავოს დუმამ ურთიერთობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციასთან, ეგრეთ წოდებულ მაიმუნურ ადმინისტრაციასთან და მარტის თვეშივე დუმა იღებს გამოსცემს განკარგულებას რეკომენდაციას, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. დუმა შეგახსენებთ, რომ ეს არის რუსეთის პარლამენტი არის ორპალატიანი დუმა, ზუსტად საკანონმდებლო და კანონშემოქმედებით პროცესში უდიდეს როლს თამაშობს. და ამ დროს რა ხდება თბილისში. თბილისში პენსიას ზრდიან და ჯანდაცვაზე კონცენტრირდებიან და რაღაცა სისულელეები. არც ერთი არ არის სისულელე, არც საპენსიო ფონდი და არც ჯანდაცვა და არც განათლების სისტემა ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად ქართველებს ამ ბოლო რამდენიმე ათეული წელია გვახასიათებს, რომ თითქოს რაღაცა კითხე თავზე რო გვენგრევა, ქვეყანა რო რაღაც მკრივა ძალიან რთულ მდგომარეობაშია, არაპრიორიტეტულ, არასაჩქარო რაღაცებზე კონცენტრირდება და ცეცხლი რო იყოს სახლში და კვერცხი არ დამეწოს ამაზე რო კონცენტრირდება, ხო? და ეს ხდება ამ ხელისუფლების პირობებშიც რეალურად ეს საკითხი არ გამოსწორებულა, იმიტომ რომ დღესაც ქართველი პოლიტიკოსები არიდებენ ზოგადად ქართული პოლიტიკური ელიტა თავს ავიდებს ყველა პარტია ამ საკითხზე საუბარს, ერთადერთი პარტია და მინდა რომ თქვენ გამოიცნოთ, რომელიც ხშირად საუბრობს ამაზე, მე პირადად ამ მომენტში რაც მახსენდება და ეს ხო აღარ გააჩერეს. და ხდება ასე, რაც არის რეალურად ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ მესინის რომ მტკივნეული თემაა, მესინის რომ ესე მარტივი არ არის, ხომ ჩვენი ეროვნულ ტრავმაზე ესე მარტივად ვისაუბროთ და შესაბამისად გამოსავლის ძიება ცოტა შეიძლება აი გადავდოთ, მაგრამ რეალურად ჩვენ საქმეს არავინ არ გააკეთებს. ჩვენი დასაბრუნებელია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და შესაბამისად რაც მეტი დიალოგი იქნება ამაზე, რაც მეტი აზრთა გასვლა იქნება როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, ერთმანეთს ჩვენს მეგობრებთან რაც მეტი ხედვა გვექნება, რაც მეტ ურთიერთობას გავაღრმავებთ, მით უფრო აჩქარდება ეს პროცესები. მალე შენ